ხიმშიაშვილის ქუჩის გზაგამყოფიდან პალმებს იღებენ, რასაც ბათუმის გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები საგზაო უსაფრთხოებით ხსნიან. ამბობენ, რომ ფინიკის პალმები სხვა სკვერში გადააქვთ, რადგან გაზრდის შემთხვევაში ავტომობილების მოძრაობას ხელს შეუშლის. 60-მდე პალმის ადგილას დეკორატიული მცენარეები დაირღვება. პროცესი ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. გამწვანებული იყო ჩვენი გზის გაყოფის ზოლი და პალმები ჩუმჩუმად ამოიგეს, მაგრამ ვერ დავადგინეთ ვინ იყო, რა იყო, როდის მოხდა. ძალიან გვეწყინა ეს ამბავი. ბათუმში გამწვანებას უვლით ვარტრონობთ ეზოში ჩვენ ყველა, მაგრამ 3-4 დღეა უკვე აღარაა პალმები რა. და ადრეც იყო, მაგრამ პატარები იყო, მევასწრეს მოგებული. ფინიკის პალმა ისეთი ჯიშია, რომელსაც ტოტები შეიძლება გაეზარდოს ძალიან ისეთი ზომის, რომ მოძრაობას ხელი შეუშალოს, მხედველობის არეალი შემცირდეს, ბავშვების გადასასვლელებია, ტურისტული სეზონია მოგეხსენებათ, გადასვლა-გადმოსვლა პრობლემა რომ არ შეიქმნას, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს მცენარეები გადავრგოთ სხვადასხვა სკვერებში, კერძოდ გადავრგეთ ჭაჭის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და გმირთა ხეივანის გაგრძელებას კიდე შევახსენებთ.